გამარჯობა ბატონო თემურ. მოგესალმებით ჩვენს მაყურებლებს და ჩვენ ქართულ საზოგადოებას. მეგობრებო, მოგესალმებით და ჩვენ ვაგრძელებთ წინა ხუთშაბათს დაწყებული საკითხების განხილვას, რაც დაკავშირებული არის იმ საფრთხეებთან, რა საფრთხეებიც ემუქრება საქართველოს და არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. საქმე ის არის, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, მოქმედეს Deep State-ი, ანუ საიდუმლო რაღაცა ორგანიზაცია, რომელიც სააშკარაოზე არასდროს არ გამოდის, არის ჩრდილში და იქედან მართავს მსოფლიო პროცესებს. ეს ბუნებრივიც არის. მათ აქვს უზარმაზარი ფინანსური რესურსები და შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი მოისყიდონ. თუ ვერ მოისყიდიან, სწორედ გააქრო. და სწორედ ეს დოკუმენტი, რომელიც მე და ბატონმა თემურიმ წარმოადგინა, ერთ და იგივე დღეს წინა იმას ხუთშაბათს მეც მომიტანე ბატონმა თემურიმ დამახვეწა. მაგრამ ეს არის ორივე დოკუმენტი ისეთი მნიშვნელოვანი, უაღრესად მნიშვნელოვანი და უაღრესად საყურებლივ დოკუმენტი, რომლის ირგვლივ უსასრულო შეიძლება საუბარი, მაგრამ დღეს ჩვენ გვინდა ძირითად საკითხებზე ვისაუბროთ. და შევეხოთ იმ საფრთხეებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს, საქართველოს ემუქრება. ყველას ცნობილია, რომ თელის ზეწოლა მსოფლიო ნებისმიერი ძალის, ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესში შედის საქართველოს ტერიტორიის ხელში ჩაგდება და აქედან გამომდინარე გარკვეულწილად მსოფლიო პროცესების მართვა. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიაზე, ჩვენს ხელისუფლებასა, ჩვენ საზოგადოებას არ აქვს საშუალება, რომ ჩვენი შესაძლებლობები, ეს ისტორიული უაღრესად დიდი პრივილეგია გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ამიტომ ჩვენ იმ მიზეზებზე ვისაუბრეთ, რატო არ აქვს ამის შესაძლებლობა და როგორ შეიძლება ეს შესაძლებლობა ჩვენ რეალურად გავხადოთ და ეს როგორც აზიასა და ევროპას შორის მაკავშირებელი რეგიონი საქართველო, კავკასია, მაგრამ ძირითადად მაინც აქ საქართველო დომინირებს და როგორ შეიძლება მან დაიბრუნოს ეს შესაძლებლობა, ანუ თავისი ქვეყნის საშუალებით თვითონ მართოს მსოფლიო პროცესები. ყოველ შემთხვევაში ისე რომ ქართველი ერი არ დაზარალდეს, ჩვენი საქართველოს ეკონომიკა არ დაზარალდეს, ჩვენი კულტურა, ჩვენი მეცნიერება, ჩვენი თვითმყოფადობა არ დაზარალდეს. ამიტომ ჩვენ მართლაც შეგვჭირდა 2-3 დიდი საუნჯე, რომელიც ილია ჭავჭავაძემ გადმოგცა ჩვენ მომავალ თაობას და ეს საუნჯე არის ერთი ის რომ მამული ბატონი თემურის პარტიის სახელწოდება ესა და უაღრესად სწორად შერჩეული და მეორე ეს არის მამული ენა სარწმუნოება პირდაპირ ილია ჭავჭავაძის მიერ შემოთავაზებული ძირითადი ღირებულებების დასვის შესახებ. და აქედან გამომდინარე, მე მინდა ბატონო თემურ შევეხო, ეს დოკუმენტი არის, რომელსაც ინდივიდებს და თუნდაც პატარა ორგანიზაციებს ემუქრება ეს მსოფლიო გიგანტი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მან უკვე მსოფლიოს ახალი წესრიგი დაამყარა და ამ ახალი წესრიგის ფარგლებში უნდა იმოქმედოს დიდმა პატარამ სხვადასხვა ქვეყნება და მათ შორის საკუთრივ ინდივიდებმა. თუ არ გააკეთებს, მუხარა ძალიან სერიოზულია. ანუ გაგანადგურებთ. და ისე კი არა, რომ მაგალითად გამოგიტანონ სიკვდილი და ეგრევე გაგანადგუროთ, მაგრამ აქ არის წამებით განადგურებაზე. და მე მოვიგონებ ის ვინც ამათ ინტერესებს გაუწევს წინამდებობას, ისევე გაუკეთებენ, როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრს, ეს კომუნისტების დროს იყო, რომ მოხდა, გაუწია ალდო მორომ წინამდებობა ამ მსოფლიო საიდუმლო ორგანიზაციას
და იგი გაიტაცეს და რამოდენიმე თვის შემდეგ, 2 თუ 3 თვის შემდეგ ბაგაჟში თავის მანქანის ბაგაჟში ნახეს დაკუწული. ანუ ამითი აფრთხილებენ, გააფრთხილეს ყველა ის, ვინც მათ წინააღმდეგობას გაუწევს, ეს ბედიერის. და ამ დოკუმენტში სხვა კი არაფერია. ზუსტად ასეთივე ის არის მუქა. მაგრამ მუქარეს არ გვეშინია, ჩვენ მაინც სიკვდილის შვილები ვარ და ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც სამშობლოსათვის უძღებს გული. და ბატონი თემური ნამდვილად ასეთი პიროვნება და იგი არ შეუშიდა, არ მოერიდა ამ ხიბას და წარმოადგინა ბანკების მიერ შემოთავაზებული, ანუ საქართველოს ბანკი, რომელიც ინგლისშია და დარეგისტრირებული არა ბატონო თემური, რომელიც მოითხოვს თითოეულმა ბიზნესმენმა, ვისაც ბანკში აქვს გაწეული თავისი ანგარიში, წარმოადგინოს რა პროდუქციას ამზადებს, ვისთვის ამზადებს, სად აგზავნის, როგორ აგზავნის, საიდან იყიდა, როგორი. ანუ ეს ისეთივეა, როგორ ჩიპის ის რომ უნდა ბატონო თემური ერთ დროს და ნაწილობრივ გამოვიდა, ნაწილობრივ ვერ გამოვიდა და იმისი გამეორება ახლა ეს და ეს უზარმაზარ საფრთხეს შეიცავს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მსოფლიო საზოგადოებისთვისა და თვით რუსეთისა და ჩინეთისა და ინდოეთისათვისაც კი. რადგანაც ამათა გეგმაში, ანუ ამ deep state გეგმაში აქვს, რომ მსოფლიო მოსახლეობა შეამციროს 1 მილიარდამდე. და მე აქვე გავიხსენე ბატონო თემურ, აპატიე ცოტა გამიგზელდა მე შესავალი ნაწილის ისა, მაგრამ აქვე ალენ დალესის დოქტრინას, რომელიც პირდაპირ მიუთითდა და ეს დოქტრინა დაიწერა 1945 წელს და მას შემდეგ აი მისხარ ნაბიჯ ცოცხალი პოლიტიკით მოედო მთელ მსოფლიოს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს გაგრძელდეს. ანუ აქ რა არის საბჭოთა კავშირის დაშლის მექანიზმი, ღიად არის ნაჩვენები მის დოქტრინაში, როგორ უნდა შემოიყვანონ აგენტები, როგორ უნდა იპოვონ თვით ხელისუფლებაში აგენტები, როგორ უნდა გაანადგურონ, გააუბედურონ ახალგაზრდები აღველაცნილი სექსით, ნარკომანობით, ურთიერთჩაშვებით და მთელი უბედურებები რა, საშინელი. და ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ჩვენ როცა ვლაპარაკობთ საბჭოთა კავშირზე, არ უნდა გაუშვათ მხედველობიდან, რომ ჩვენ ახლა რუსეთზე ხო არის ზეწოლა და ეს უკვე უკრაინის ომი, რომელსაც 24 დღეში, 24 საათში დავამთავრებო ბატონმა ტრამპმა ბრძანა, მაგრამ 24 საათი კი არა, რა ვიცი, გადის უკვე თვეები და ომის დამთავრებას არავით არის საფუძველი არ არის. ამიტომ ბატონო თემურ, ჩვენ ახლა მე მინდა რომ თქვენ აი ამ ისევ ამ იმაზე ისაუბროთ, რომ გამეორება ცოდნის დედაო და ჩვენმა მაყურებელმა პირველივე იმაზე თუ ვერ მოასწრო გააზრება რაღაცა, ახლა მეორედ რომ ისევ ვისაუბრეთ ამაზე, უფრო გააზრებულად გაიაზრებენ ამას, გაითვალისწინებენ და აუცილებლად ჩვენ საერთო გაერთიანებაში, რომელიც მამული პარტია, მამული და მამული ენა სარწმუნოების თანამშრომლობით დავიწყეთ, მე მგონი შემოგვიერთებიან როგორც ინდივიდები, ასევე ცალკეული ჯგუფები, არასამთავროები და შევიკვლევით ისე, რომ ერი გამაძლიეროთ და ოდითგანვე ჩვენი ქართველი ერის მტერს ეშინოდა და ამას თვითონ აცხადებდა. მაგალითად იმის სპარსეთის შააბაზი ამბობდა, ღმერთმა მიუკნას, რომ 3 ქართველი გაერთიანდესო. თუდად იქნება ჩვენი საქმე. ანუ ჩვენ 3 კი არა, მართლაც ბევრი მართლა და რისკოდა ეშინოდა. თქონდა ამ იმაზე რატომეთება. მოგესალმებით ანამემოლენო, დღეს ხუთშაბათია, როგორც ბატონი მოგზავნა, თავისუფალი თემების დღე არის და სწორედ გვინდა ვისაუბროთ იმაზე, რაც ყველა თითოეულ ქართველს აწუხებს და მით უმეტეს ბიზნესმენს. ჩვენ გვქონდა ბიზნესმენებთან შეხვედრა, ერთ-ერთი ბიზნესმენი იყო მოწვეული სტუმრად, ეს არის ბატონი გიორგი ქუთათელი, რომელსაც აქვს თავისი კომპანია, ეს არის რა ქვია,
ფარმაცევტული კომპანია, რომელიც მოღვაწეობს და სხვათა შორის ძალიან ეროვნული პიროვნება, რომელიც ჩართულია ეროვნულ მოძრაობაში და აქვს თავისი შეხედულებები, თავისი ჯანსაღი შეხედულება, როგორ განვითარდეს ქართული ეკონომიკა, ქართული ფარმაცევტული მიმართულებით. ჩვენ გვექნება ასევე კიდევ გადაცემა, ძალიან საინტერესო წინადადებებია და ამ წინადადებებზე მოხდება მსჯელობა. ან კონკრეტულად რო გავაცალეთ ბატონ გიორგის და სხვა ბიზნესმენებსაც ეს მათი გამოგზავნილი დეკლარაცია საერთოდ თვალები შუბზე აუვიდა და თქვა ეს რა არის, რა სიტყვია და რა უნდა ჩვენა. თუ დღეს თქვენ გთხოვენ და თქვენ იციან რომ თქვენ ხართ პარტიის ლიდერი და ხართ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, აბა ჩვენ რას გვიზავენ ჩვეულებრივ ბიზნესმენებს და ჩვეულებრივ პიროვნებებს, როცა თქვენი ესე რომ ვთქვათ, პოლიტიკური ფიგურა გზავდებით და ესე ასეთი მუქალისწები კიდევ გეუბნებია რომ შეგიზღუდავთ ცნობას ანგარიშებზე და ასე შემდეგ. თავისთავად ეს გამოიწვია დიდი აღშფოთება ბიზნესმენებში და სწორედ ბიზნესმენებმა თქვეს, რომ ჩვენ აუცილებლად გვერდზე დაგიდგებით და მქონდა გარკვეული მსჯელობები, რა ნაბიჯები შემდგომ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება თუ ისინი ამას ბოლომდე მიიყვანებენ, იმიტომ რომ ეს ბიზნესმენები ალბათ დატოვებენ იმ ბანკს და მოხდება სხვა ბანკში გადასვლა, რომლებიც თქვათ ესეთ უაზრო რაღაც დეკლარაციებს არითხოვენ და რაღაც გარკვეულ საკითხებს. ამიტომ ჩემი კონკრეტულად მიმართვა იყო პარტიისაც და პირადად ჩემი ინიციატივით მე ხელისუფლებასაც ჩემთავაზე ეროვნულ ბანკსაც და ყველას რომ აუცილებელია შეიქმნას სახელმწიფო ბანკი. სახელმწიფო ბანკი, რომელიც იქნება დაქვემდებარებაში ეროვნული ბანკისა. სწორედ სახელმწიფო მე არ მინდა მქონდეს თანამშრომლობა კომერციულ ბანკთან, მით უმეტეს ესეთ ბანკებთან, რომლებიც არიან საზღვარგარეთის შვილობილი კომპანიები საქართველოში. მე პირადად და ჩემთან გაერთიანებული ბიზნესმენები ყველა ამაზრის არიან და ამობენ ჩვენ როგორც თქვენ ბრძანებთ ისე მოვიქცევით. და ჩვენც მოვითხოვთ თქვენთან ერთად რომ შეიქმნას სახელმწიფო ბანკი. სწორედ სახელმწიფო ბანკის შექმნა ეს არის ილიასეული იდეა. საადგილმამულო ბანკი. სწორედ საადგილმამულო, ეს ზოგადად სახელწოდება, ინაიდან ილია იყო საქართველოს უგვირგვინო მეფე იყო, რომელიც ნამდვილად ყველა ქართველისთვის, თითოეული პიროვნებისთვის ეს პიროვნება არ იყო, ეს არის სიმბოლო, ილია ჭავჭავაძე. ამიტომ სწორედ ჩვენი სიმბოლო პიროვნების და უგვირგვინო მეფის სიტყვებს ვამბობ, რომ მაშინაც ის დრო იყო, სწორედ საქართველო იყიდებოდა არა ქართულ მოსახლეობაზე, არა ქართველებზე და უცხოელები ყიდულობდნენ საქართველოს ტერიტორიებს და მიწებს და ამიტომ იყო ის ნაბიჯი, რომ საადგილმამულო ბანკის შექმნასთან დაკავშირებით. სწორედ დღეს მე მოგმართავთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თურნავას, პრემიერ-მინისტრს ყობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს პაპუაშვილს და ყველა იმ პიროვნებას, ვისაც ეხება ეს საკითხები, პარლამენტარებს და ყველას აბსოლუტურად, რომ ამ საკითხებზე დაიწყეთ მსჯელობა. ჩვენ თანახმოვართ, რომ ამ საკითხებზე ჩვენი წინადადებები მოგაწოდოთ, კონკრეტულად ის წინადადებები, რაზეც გქონდა საუბარი და რაც მე წამოვაყენე. ამაზე მე ძალიან ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია და პარტიები მიჭერენ მხარს, გარდა ის პარტიები, რომლებიც არიან დისპეიტთან თანამშრომლობენ. ყველა პარტია მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნებაც სწორედ ამ დადგებათ რო და ამას ნამდვილად გაითავისებს და მიიღებს გადაწყვეტილებას და მე კი არ ვიტყვი რომ ჩემი იდეა ტაჟ დაგიკრავ და გვერდზე დაგიდგებით. მე ჩემი პარტია და ყველა ეს პიროვნებები თქვენ ამას განახორციელებთ. აუცილებელია ეს განახორციელოთ. იმიტომ რომ ეს შეგეხება თქვენ ქართულ ოცნებას, ვინაიდან ინგლისმა ბევრი დაასანქცია და მოუწოდა კიდევაც თავის ფინანსურ ორგანიზაციებს, რომ შეზღუდეთ მათი ანგარიშები, რომლებიც სახელმწიფო მოხელეების ანგარიშები, რომლებიც არიან დასანქცირებულები. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, თქვენ თუ საქართველოს ბანკში გაქვთ ანგარიში გახსნილი, თქვენ შეგეზღუდებათ თქვენი ხელფასებზე წვდომა. ამიტომ მარტო თქვენ არ შეგეხებათ, თქვენ როგორც იცით, დიპსტეიტი ოჯახის წევრებზეც არის გადასული. მეუღლეზე,
შვილებზე, რა ვიცი, გერის ცოლებზე და ასე იმისივე ინფორმაციას უნდა მიაწოდო. ამიტომ მე გეუბნებით რომ დაიწყეთ ფიქრი ამასთან დაკავშირებით და წლის ბოლომდე შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, რომლის პირველი კლიენტები იქნებიან აუცილებლად. იქნება პენსიონერები, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს, იქნება საპენსიო ფონდი, რომელიც ფონდსაც უკვე 7 მილიარდი ლარი აქვს ანგარიშზე და ამ 7 მილიარდ ლარს ეს კომერციული ბანკები ატრიალებენ თავის სასარგებლოდ, რომელიც ანგარიშზე არის გაგებული ფაქტიურად და კომერციული ბანკები ამ ფინანსებს ატრიალებენ. ეს უნდა იყოს სწორედ სახელმწიფო ბანკში დადებული და არა რომელიმე კომერციული ბანკის ანგარიშზე უნდა ვირცხავდეთ და უნდა იყოს სახელმწიფო ბანკზე. ამიტომ ეს მე ვამბობ პირველი ორი ეს აუცილებელია რომლებიც იქნებიან კონკრეტულად სახელმწიფო ბანკში თანხის შემტანები. შემდგომ იქნება მე ახლა დაზუსტებით ვაპარაკობ და კარგად მომისმინეთ უკვე მე ვიცი რომ ძალიან კარგად უსმენთ ჩემ ტელევიზიაზე და ჩემ გამოსვლას უკვე მე რამდენი გამოსვლა მაქვს უკვე 2 კვირაზე მეტი ამ თემაზე დიდი საუბარი იმიტომ რომ ყველა ვინც მოდის ყველა საინტერესებს ეს თემები და ამ თემაზე ყველა ეთხოვს რომ ბატონო თემო გაამახვილეთ ყურადღება თითოეული პიროვნება ასევე მე ვთხოვ რომ საბიუჯეტო ხელფასები როგორც არის საბავშვო ბაღი მასწავლებლები ხელისუფლება ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს სწორედ ისინი გადავლენ სახელმწიფო ბანკში და იქიდან მიიღებენ ამ ხელფასს თუ რომელიმე სურვილი ექნება ვინაიდან პიროვნება არის თავისუფალი და მას თუ სურვილი ექნება რომელიმე კომერციული ბანკში მიიღოს ეს ბანკის სურვილია და შეუძლია გახსნათ კომერციული ბანკში ანგარიში და დაკეტოს სახელმწიფო ბანკში ანგარიში როგორც ჩვეულებრივი მოვლენა აქ არაფერი ადამიანის შეუძლება არ არის აქ არის კიდევ ერთი ძირითადი როცა კომერციული ბანკები 7%-ში იღებენ ეს ეროვნული ბანკიდან და ისინი 35-40%-ში გასცემენ ეს სწორედ ეს არის ძალიან ნაყოფიერი სწორედ სახელმწიფო ბანკი გასცემს მაგალითად სიტყვაზე 10-15%-ში და კომერციული ბანკი იძულებული გახდება ეს 35-40% დაუწიოს და უფრო ეს ინტერესი მისცეს სწორედ მომხმარებელს რომ მან 10%-ში კი არ თქვათ მისცეს 8%-ში 15%-ის მაგალითად რომელიც სახელმწიფო გასცემს ეს სახელმწიფო ბანკი მისცეს თქვათ 12%-ში აი სწორედ ეს მოხდება აი ამით მოხდება თანხების დაწერა პროცენტების თანხების დაწერა რაც მოსახლეობა ნამდვილად მოხარული იქნება და სწორედ მოსახლეობა დაგიგება გვერდზე თითოეული პიროვნება თითოეული ადამიანი დაგიგება გვერდზე აი ეს არის ძირითადი ჩვენი თქვენ შეხედულება და ამ შეხედულებას მე პირადად მივაწვევი ბოლომდე და ვიტყვი ჩემს სიტყვას ყველგან ვინც დამედგება გვერდზე დამედგება ძალიან ბევრი მიდგება გვერდზე აღარ ასეა ჩვენი პარტია მოწოდებული ასეთ იმაზე ეს კონკრეტულად ჩვენ პარტია მემუშავა ამ საკითხებთან კონკრეტულად დამუშავებული გვაქვს ეს პროგრამა მე როგორც შევკვირდი სხვა ბანკებს ამას ყველა პარტიას გადავცემ ვინაიდან ეს დღეს მარტო არ ვიცი მე მომივიდა და სხვა პარტიები ხმას არ იღებენ თუ რა ხდება არც ერთი პარტიას ჯერჯერობით ამ საკითხებთან დაკავშირებით არ გამოუდგოს არავითარი შეხედულება და არავითარი აზრი არ გამოუდგოს არც ერთ პარტიას ამიტომ კონკრეტულად ხდება მამულის მიერ და მამულის ტელევიზიის მიერ გაჟღერება სწორედ ამ თემაზე და ჩვენი გადაცემის პერიოდში და აქ იყო დისკუსიაშიც იყო სწორედ ამ თემაზე საუბარი მერაბ შონიასთან იყო ამ თემაზე საუბარი გიორგი ქუთათელაძესთან ბატონ მორისონთან იყო ამ თემაზე საუბარი კიდე ძალიან ბევრთან იყო საუბარი კიდე აქტუალურ თემებში იყო მამულეთში იყო ამ თემაზე საუბარი და ჩვენ ყველა ამ მიმართულებით მუშაობთ. ხვალაც აუცილებლად გვექნება ამ თემასთან საუბარი, ხვალ სტუმარი ყავს მოწვეული კიდევ და ამ თემებზე იქნება ძალიან საინტერესო საუბარი და თემები. მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზია მამული არის ის ტელევიზია, რომელიც აღжღერებს ამ მიმართულებით და კონკრეტულად საუბრობს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რა საკითხებიც როგორ შეიძლება მოგვარდეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრმა უკვე პირადშიც გამომიგზავნა და ტელევიზიაზეც გამოაგზავნეს, რომ სწორედ ტელევიზია მამული არის კონკრეტულად აძლევს ესე რომ ვთქვათ, როგორც ეგრე აძლევს რეცეპტს, რომ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, სწორედ ტელევიზია მამულიდან ჟღერდება ის, რომ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. როგორც პაციენტს აძლევს რეცეპტს, რომ რა უნდა გააკეთოს. ამიტომ ტელევიზია მამულს უკვე ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს, მაგალითად გუშინდელ ჩანაწერს გამოსვლას ჰქონდა
სადაც 5 საათის განმავლობაში უკვე 8000 გადაცდა მამურებელმა 8000 გადაცდა და სადაც 75 უკვე გაზიარება ხო მე დღეს არ მინახია რამდენია 75 მე თვითონ გეტყვით რომ ტელევიზია თვითონ არ ყავს 2000-ამდეც არ არის მეგობარი და თქვენ წარმოგიდგენიათ 8000 არის უკვე მამურებელი და გამზიარებელი და გადაზიარების შემდგომ კიდე ხდება გადაზიარებები და იმდენად არის ხალხი ამ თემასთან დაკავშირებული და იმდენად ითხოვენ რომ მოგვეცეთ კიდევ ინფორმაცია რა გავაკეთოთ და რიტარიგეთ გვერდზე როცა გვეთქვით ჩვენ მოვალთ თქვენთან ტელევიზიაშიც მოვალთ და ვიტყვით ჩვენ სიტყვას ამიტომ ჩვენ კონკრეტულად ტელევიზია მამული მუშაობს ამ თემაზე და მე მოხარული ვარ და დიდ მადლობას ვეთქვი კიდე იმ პიროვნებებს ვინც თავის გვერდზე დადო და აჟღერებს იმას რომ უყურეთ ტელევიზია მამულს და ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ დიდ მადლობას მოგახსენებ აი ესეთი რომ თქვენ ჩვენი გვერდზე მომესალმოს და სწორედ ჩვენი ერთობლივად ჩვენ მივახცევთ ძალიან დიდ წარმატებებს, სწორედ იმ წარმატებას, რაც იქნება ეკონომიკურად ძალიან საჭირო. ეხლა მე მინდა კონკრეტულად ვისაუბრო კიდევ იმასთან დაკავშირებით, რომ თუ სახელმწიფოს უნდა დისტრიქტიდან განთავისუფლება, სწორედ მე უკვე ძალიან დიდი ხანი ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში უკვე აქტიურად ვსაუბრობ. სწორედ ფინანსური დამოუკიდებლობა უნდა მიიღოს. სწორედ ფინანსური დამოუკიდებლობა მოვა იქიდან, რომ შეიქმნება სახელმწიფო ბანკი, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით. თუ სახელმწიფო ვერ მიიღო ფინანსური დამოუკიდებლობა, რაც არ უნდა ეძახოთ ახლა ხელისუფლებამ ქართული ოცნებისა, რომ ჩვენ დისტრიქტს ვერ ვზრდ და ჩვენ გვინდა განთავისუფლება, ვერ განთავისუფლებიან. ეს არის მე კონკრეტულად ვსაუბრობ ამ თემებთან დაკავშირებით. უკვე კარგად მომისმინეთ, იმიტომ რომ დღეს ეს საკითხი უკვე თქვენ ხელისუფლებას, პარლამენტარებს, თითოეულ პიროვნებას გეხებათ უკვე. ეს უკვე მარტო ხალხზე თითოეულ ადამიანზე არა, უკვე თქვენ გეხებათ და ეხება ყველა პოლიტიკოსს ეხება. ამიტომ გავიაზროთ კარგად, გავაანალიზოთ, მე თანახმოვარ მოვიდეს შევხვდეთ და ეს საკითხები კონკრეტულად გავიაროთ, რა შეიძლება, როგორ შეიძლება და რა ნაბიჯი უნდა გადავდგა. არსებობს კიდე გაწერილი გეგმა მაქვს, რა გეგმითაც შეიძლება ამ საკითხებთან უკვე ვისაუბროთ და გქონდეს ის ნაბიჯები, რა ნაბიჯები უნდა გადაიღოს. ამიტომ ჩვენ ახლა მე ყველა პარტიას თავის შეხედულება აქვს, თავის მიმართულება აქვს და ჩემი მიმართულება და შეხედულება როგორც ცენტრისტული პარტია, რომელიც უკვე 32 წელი არსებობს და სწორედ ამ მიმართულებით იბრძვის და ამ მიმართულებით ბევრ საქმეს აკეთებს და ბევრი ისეთი ხო მე აღარ მინდა ჩამოთვალო რა გავაკეთეთ სახელმწიფოსთვის პარტია მამულმა მე არ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო, თავარი არის ის რომ ჩვენი მიმართულება და ჩემი პირადად ჩემი დევიზია თავარი გაკეთდეს, იმიტომ რომ ჩვენ ჯაჭვი ვართ, სულ თითოეულ მოქალაქე და პოლიტიკოსებზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ამიტომ სანამ კიდევ უფრო მეტად არ შეხებია თქვენ და პარლამენტარებს და თითოეულ მოქალაქეს, ამიტომ დრო არის უკვე ნაბიჯი გადაიდგას და ეს ფინანსება იტრიალოს სწორედ ბიუჯეტში. მე ასევე მინდა ემიგრანტებს უთხრათ, რომ თქვენ გგონიათ, რომ თქვენი გამოგზავნილი ფულით ის საქართველოს ხმარდება. არა ბატონებო, თქვენი გამოგზავნილი ფული შედის ისე უცხოურ ბანკში და უცხოურ ბანკიდან მე თქვენი ოჯახის წევრები იყრიან ვალებს, ესხებს თუ რაღაცას და ისე იგზავნება უცხოეთში. არაფერი არ არის, აქ არაფერი არ რჩება. თვითონ ინგლისში 1 და 2%-ია და საქართველოში 35-40%. ისინი თავს მოიკრავენ, რომ საქართველოს ჩაებღაუჭონ და არ გაუშვან ხელიდან. ამიტომ ეს თემა არის ის თემა, სწორედ რომ თქვენი მხარდაჭერას გვჭირდება. ემიგრანტებს მოგიწოდეთ, რომ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება და გააქტიურდით, მოგწერეთ. იყავით აქტიურები, ჩართული იყავით აქტიურად, უყურეთ პირდაპირ გადაცემებს ყოველდღიურად გადის 3 საათზე, შაბათ-კვირის გარდა და შაბათ-კვირას იტვირდება YouTube-ზე, სადაც შეგიძლიათ უკვე უყუროთ იმ ჩანაწერებს, ჩანაწერებიც გავხსნა. თქვენ ახლა წარმოგიდგენიათ, მე სწორედ ემიგრანტებთან მაქვს საკითხი წამოწერული და მქონდა, რომლებიც ბევრი ემიგრანტმა უკვე მოქალაქეობაც მიიღო და იქაურ ბანკებში აქვს ანგარიში გახსნილი, რომ რა ის რომ უთხარი რომ ასეთ საკითხებზე ჯერობდა, ასეთ საკითხებზე არის საუბარი, გაგიზრდა აქ არც ერთი ბანკი ეგეთ რაღაცას არ მოითხოვსო და ეგეთ რაღაცაზე არ იქნება საუბარი. სწორედ ეს არის ის თემა,
რაზეც აუცილებლად ემიგრანტების გვერდზე დგომა ჭირდება სწორედ ჩვენ ტელევიზიას და პარტია მამულს, იმიტომ რომ ეს საკითხი თქვენ მოგეხსენებათ ბატონო მოროსო, ჯერ კიდევ მე დავიწყე მსჯელობა, ბევრი პარტია შექმნილა 2008 წელს, როცა ერთობლივად ვიღებდით მონაწილეობას არჩევნებში, მაშინ მქონდა და გაზეთ ჰორიზონტში არის ძალიან ბევრი გამოქვეყნებული ჩემი სტატია, რამდენი ჰორიზონტის გამოვიდა, ყველგან იმ ბანკებზე მქონდა საუბარი და იმ საკითხებზე, რას მდგომარეობაშიც იყო მაშინ ხალხი ჩავარდნილი. ბევრი მაშინაც მოდიოდა ჩვენთან, იქ სადაც ოფისი მქონდა და მეუბნეოდა რა მდგომარეობაში ჩააყენა ბანკებმა და როგორ ხდებოდა მათი ბევრს კიდევ ეშინოდა და შიში ქონდა იმისა, რომ ბანკებს კიდე არ გავაღიზიანო და მეტად ბანკი გაწვება ბოლომდე. თქვენ არ ეკითხებათ გაგიზიანება ის გაწვება ბოლომდე, რომ ბოლომდე გაწვიტოთ წელში და ამოწვიტონ და ეთქვა დაგიყვანოთ ნომამდე. ამიტომ ნუ შეგეშინდება. შიში ვერეს სიგნალსაო ნათქვამია. არაფერი არ ვერაფერს ვერ გააკეთებ ჩვენ რომ გავერთიანდეთ. მე პირადად ბევრმა მითხრა კიდევაც ბატონო მორისო და ბევრმა მომწერა კიდევაც კი მაგრამ არ გეშინიათ ეს რომ გაგასაღონ მოკლან აი რას თქვენατε. რომ გაგასაღონ მოკლან დაგიჭირონ რაღაცა მოგიძებნო მე თუ გამასაღებენ და მოკლავენ რომ ეთქვიან 9 თავიან დევი კიდე 9 კი 2 იმდენი ადამიანი გამოვა და ეთქვიან სწორედ ის იყო მართლა და დღეს თუ არის რომ ამაზე გამომახლოთ მდგომარეობა და მე გავიხსენე კიდევაც ჩვენი სუნათი გმირები ეროვნული მოძრაობისა მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია მაშინდელმა რომ ეთქვიან კაკები იყო თუ რაც ხო ამიშელობა ტრენა საქართველოსი იფიქრეს რომ მერაბ კოსტავას თუ მოვაცილებ გამსახურდიას ავტორიტეტი დაეწევსო და გამსახურდიას ავტორიტეტი უკვე და უფრო მეტად აიწია პირიქით რომ უფრო მეტად ჩვენ უკვე ეს ისეთი ლიდერი მოვაცილეს რომ მერაბ კოსტავას სახით რომ პირიქით უფრო მეტად აიწია და უფრო მეტი ავტორიტეტი შეექმნა რა თქმა უნდა მაგრამ თვითონ ეს ბატონი შვიადის მოიშორეს თავიდან რა მიიღეს არაფერი რაღაც უფრო მეტი ფული გააკეთეს კატასტროფამდე მიიყვანეს თავიანთი არსება თავი ის იყო რომ ზუსტად გამსახურდიას მათ უფრო ავტორიტეტი აუწიეს მერაბის ასე რომ ჩემი მოცილებით და ჩემი განეიტრალებით და ჩემი რა ვიცი დაჭერით და სხვადასხვა იმიტომ რომ მათ ყველგან აქვთ ფესვები გადგმული ხო და ყველაფერი შეიძლება მაგრამ მე იმას გეუბნებით რომ ჩემს გარდა კიდე არიან ხალხი ვინც იზიარებს ხო და ვინც გააგრძელებს კიდე ამას და მარტო მე არა ვარ მე უბრალოდ ის პიროვნება რომელიც სააშკარაოზე გამოვიტანდა და ვლაპარაკობ იმიტომ რომ ბევრი ვერ ბედავს დღესაც ვერ ბედავს ბევრი მე ვიცი და დღესაც უჭერთ ამ თემებთან საუბარი ერთი ნიუანსია აქ აი რაც ჩვენ 2008 წლიდან თანამშრომლობდა ისა არავისთვის არ გვიგინები, არ გვილანწიათ რამე. უბრალოდ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით იმ რეალობას, რომელ რეალობაშიც იყო ქვეყანა და როგორ მიექანებოდა იგი კატასტროფისაკენ. დღეს არის გადადეხის პერიოდი, რომელსაც თავს ვერ დააღწევს არა თითოეული ადამიანი, არამედ თვითონ ის მსოფლიო მმართველობის ახალი წესრიგის ისინი ვერ უშველის, ვერ ფული და ვერც ვერაფერი. მილიარდები იყოს. მე მართლა ისა იმისი მათი გამოსვლები წაკითხული თვითონ დედანში. რომ საიდუმლო ის დოკუმენტაცია ვიღაცებმა გამოიტანეს და გაავრცელეს და 1867 წელს ალბერტ პაიხმა განაცხადა რომ თავიანთ სხდომაზე ეს იმისი სიონიზმი ძელთა 24 ოქმია. ამე ერთ-ერთ ოქში ეწერია ეს და განაცხადა მან, რომ ჩვენ ახლა არაფერს არ უნდა გვეშინოდეთ. რატო? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს იმდენი ფული, იმდენი ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტები სამაღაროში, რომ დედამიწა შეგვიძლია 5 ჯერ ვიყიდოთ. ასე ბატონო მორისო, ესე იგი მეც გამოვიტანე, ხო, დეშტეიდის ეს სავალავიდან, რომელიც იქვე გითითებს რომ არ გაავრცელებოდა ხმა არ ამოიღო. ჩუმად იყავით წაშალე და ჩუმად იყავ, ოღონდ მე შემოგაწვევი. ეს არის სწორედ იცი რა. აი ეს ამ დოკუმენტში სწორედ ეწერია და არ კიდევ უფრო შეფარულად წერია. ადრე რო იყო გახსოვთ ქურდული გარჩევით რა. eno ბიჭო შენ და როიცავ და მიდიხარ პოლიციაში, ბოზი ხარ, ხო? ხო. ესეთი მიდგამო შენ და ბოზი ხარ, რომ და სააშკარაო. ზე ქურდული გარჩევას იტარებს. ესე ჩვენ გავარჩევთ, მოდი და ვისაუბროთ გავარჩევთ. მათ კი ისიც არაცია რომ პოლიტიკოს რო უგზავნე ამას.
პოლიტიკოსი ვალდებულია საჯარო პირია, რომ გამოიტანოს და ელაპარაკოს. თვითონაც პარტიის თავმჯდომარე. და მე გითხარ, მე ვარ პარტიის თავმჯდომარე მეთქი. რომ დამირეკეთ, რამდენადაც დამირეკეთ, ველაპარაკეთ თქვენ წარმომადგენლებს. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, სწორედ მე გამოვიტან და მე მივცემ სწორედ ყველა ტელევიზიას, ყველა პარტიას და სოციალისტ პარტიებმა იმჯერონ ამ თემაზე. ვისაც არ ტელევიზია, ხო თავის ტელევიზია, არ სოციალური ქსელით, ანებითი არ გადააზიარებენ, ამეთქვია თავის საქმეს, ან თუ არ ეთქვიათ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩუმად არიან, ვის უჭერენ ხალხს, კიდე ეს გასარკვევი იქნება, ამ დიპსტეიტის ბანკებს უჭერენ ხალხს, თუ ჩვენსკენ არიან მაგას აუცილებლად გავარკვევთ, სწორედ რომ რატომ არ იღებენ ხმას, და სწორედ მე აუცილებლად გავარკვევ თითოეულ პიროვნებას, თითოეულ პარტიას, რომ ეროვნულად რომ მოაქვს თავი და ეროვნული მანტია რო შემოსმული როგორ არის გელი ცხრის თავში. სწორედ ისინი გამოჩნდებიან, თუ ხმას არ მოიღებენ და არ ისურვებენ აი მოსვლას, აი დაждომას ჩვენთან ერთად პარტიის ლიდერები, მე კონკრეტულად პარტიის ლიდერებს მიმართავ, აი თუ არ ისურვებთ მომზადებას დაждომას ჩვენთან ერთად და აი ამ საკითხებზე საუბარს სწორედ თქვენ ხართ დაუჭერთ დიპსტეიტის ბანკებს და თქვენ იქნებით არა ეროვნული, არამედ ერის მოღალატები. ეს ჩავწერე. ბანკები მოღალატები გამოდიან, იმიტომ რომ თუ თვითონ ჩვენ ქართული ბიზნესმენები თუ დავახჭეთ, ხომ ამითი. და ქართველები თუ დავახჭეთ, აბა ინვესტორებს არავინ არ თხოვს არაფერს. ისო ინვესტორია, კაცო ფული შემოაქვს, ის ინვესტორი კი არა, ეს არის ყაჩაღი შემოდისა, რომელმა ინვესტორმა ააშენა აქ წარმოება. რომელში მოგება 5 მანდი არ ხო, რატომ არ ააშენეს ინვესტორმა წარმოება, რომელიც გამოიშვა, პროდუქცია გამოიშვა. აქ არ არსებობს ინვესტორი სასტუმროს ააშენებს, ტურისტს ჩამოიყვანს, მე ტურისტს მოეწონება საქართველოს, გადაუხდეს $10,000, $15,000 სამ ხალხს, სამ კაცს ხელი მოაწერე, რომ საქართველოს მოხალხეობა მიიღო, შეისყიდიან ამ ჩვენს საქართველოს და ჩვენი წინაპრები, სწორედ მაგისტრის იბრძოდა, რომ ვიღაცას გადაეცეს ჩამოთესლებულს საქართველოში ახალი თესლი შემოიტანოს და რომ გამოვლენ ეს რა ქვია შავები და სხვადასხვა ფერის ხალხი და თქვენ ქართველები და ლურჯები და გავუცნობი. თქვენ როგორ მიგაჩნიათ ეს რამდენად მისაღები იქნება ქართველებისთვის. სწორედ ამას მოყვება სწორედ რაც საბჭოთა კავშირი შეიქმნა. გახსოვთ ხო? ჩვენ წელში არ ყო რევოლუცია საბჭოთა კავშირის დროს. თბილისი გაყიდული იყო. ფაქტობრივად საქართველო გაყიდული იყო და იმ რევოლუციამ კიდე გადაარჩინა მეგონი საქართველო რომ მოხდა. და სწორედ იმ რევოლუციის შემდეგ საბჭოთა კავშირი ავადსახსენებელია, კი ბატონო, მაგრამ იმ საბჭოთა კავშირი რო შექმნილი იყო, მეგონი საქართველო აღარც იარსებდა. ეს იყო სიტუაცია. ბევრი ამას ავიდი, ვერ ითვალისწინებთ. ნუ ვერ თვალისწინებთ, იმიტომ რომ ისტორიას არ ასწავლიან სწორად მიმართულებით და ისტორიკოსები კიდე, ნამდვილი ისტორიკოსები ძალიან ცოტანი არიან, ვინც ამაზე საუბრობს. რომ ეს უნდა იყოს დაწერილი, რომ რა იყო რა მდგომარეობაში იყო სწორედ საქართველოს იმ პერიოდში, რა მდგომარეობა იყო და საბჭოთა კავშირის დროს რა მდგომარეობა გახდა. საბჭოთა კავშირის დროს ვიყავთ 5 მილიონი ნახევარი დაიშალა საბჭოთა კავშირი, დღეს ვარ 3 მილიონი ნახევარი, ხო? ვარკი. ნუ ასე ამბობდა. ეს თუ დაუჯერებთ ეს ამბობდა. ამიტომ ჩვენ სწორედ იმ პარტიებს ხელისუფლებას ავლებენ ხელისუფლებას თავის საქმე და აკეთებს თავის საქმე, მაგრამ ესეც აკეთებს ამაზე ითქოს აუცილებლად. ეს არის პირველ რიგში საფიქრები. და სწორედ პირველ რიგში თქვენ თუ დამოუკიდებლობა გინდა და დიპსტეიტიდან განთავისუფლება, სწორედ იფიქრეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ უნდა შეიქმნას ეროვნულ ბანკთან სახელმწიფო ბანკი. სახელწოდებით მე იმიტომ ამბობს უნათი ილია ჭავჭავაძის სახელწოდებას საადგილმამულო ბანკი, სწორედ საადგილმამულო ბანკი, რომ ჩვენი ქართული მიწები შევინარჩუნოთ. სასოფლო სამეურნეო მიწები შევინარჩუნოთ, ჩვენი ხალხისთვის ჩვენი ტყეები შევინარჩუნოთ, ჩვენი მდინარეები შევინარჩუნოთ, ჩვენი ზღვა შევინარჩუნოთ და ამიტომ აუცილებლად ადრეული სიმდიდრე, მიწის წიაღისეული სიმდიდრეები შესანარჩუნებელია. ამიტომ ესეთი ბანკი უნდა არსებობდეს და სწორედ ესე იგი მე გავავალ ეს პიროვნება, როგორც ეხლა ბატონო ორისონა ბრძანა რომ ვიღაცამ გამოიტანა ჩუმად, ხო და მეც გამოვიტანე, ალბათ სხვებსაც მიწერეს, მაგრამ ჩუმად არის ახლა სხვა ვიღებენ. ხმასვერიღებენ შიშის აღან, რომ ვაი რას გვიზავენ. ამიტომ სწორედ ამ თემაზე შევეხოთ და სწორედ აქ არის კიდევ ერთი მინიშნებული, რომ რომელი პოლიტიკური მოღვაწე არისო თქვენთან, რა, ასე იგი ფილმაში რომელი პოლიტიკური მოღვაწეობდა, რა ხო, პოლიტიკოსებზე საუბარი სწორედ მათ ეხება, სწორედ პრემიერ-მინისტრს ეხება და პარლამენტის თავმჯდომარეს, ინფორმაცია პოლიტიკურად აქტიურ და მათთან დაკავშირებული პირებზე. და სწორედ თქვენ გეხებათ ახლა. აი ეს მინდა ამას გაუსვა ხაზი, იმიტომ რომ
მივედით იქამდე ბატონო მორისონო, მათ ხვალ უკვე მათ ძალიან შეეხება და მათ ახლობებს, ახლა რა ბიზნესებში არიან, იქ რომ იწერენ, ამ ბიზნესებში არიან, მე ნახო. პოლიტიკურად აქტიური პირი არის მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირი. Garda საშუალო დაბალი რანგისა, მე თანამდებობ ჩემ პარტიაში დაბალი რანგი არ არსებობს. ჩემი პარტიის წევრი არის მაღალი რანგის ფიგურა. ამიტომ თუ სხვა პარტიები და სწორედ ეს ბანკი თulis რომ ვინმე დაბალი რანგია, პარტიის წევრზე დამოკიდებული პარტიის ხობნა. მისი წინსვლა და მისი პროექტი ყველა განაცხადა. ხო, ასე რომ ჩემ პარტიაში დაბალი რანგის პიროვნებები არ არიან. მათ შორის სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი, მთავრობის წევრი, მთავრობის ხელმძღვანელია პრემიერ-მინისტრი, ესე იგი და სახელმწიფოს მეთაურია, ესე რომ ჩავთვალოთ პრეზიდენტი. ამიტომ ესენი სახელს აწერენ პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ჩვენ გამომართოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ვინ არიან ეს პიროვნებები. მთავრობის სახელმწიფოს მეთაური არის პრეზიდენტი, ხოლო მთავრობის ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრი. და სიტყვა პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი რატომ გამოირჩევთ არ ვიცი. ეს უნდა მივუთითოთ კონკრეტულად. შემდგომ მთავრობის წევრები, მინისტრი, მისი მოადგილეები, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელები. სწორედ რასაც ითხოვს დიფსტეიტი, ვინ არიან? ვინც დასანქციონირებულები ვინ არიან, ესე იგი იმას ითხოვენ. ხო, ხელმძღვანელები, საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის წევრები, აქ ესე იგი მარტო პარლამენტის წევრები წერია და ყველაზე საინტერესო ის არის, თუნდაც საკრებულოს წევრი არ არის თანამდებობის პირი, თუნდაც თბილისის მერი არ არის თანამდებობის პირი, აწერია მერები ან თბილისის მერი. როცა თბილისის ბიუჯეტი საქართველოს ბიუჯეტის ნახევარია და თბილისის მერი თუ არ ვთქვით თქვენ თანამდებობის პირად, თქვენ პატრონს მაშინ რა უმოხდება. თბილისის მერი არ არის თუნდაც ფიგურა. და საკრებულოს თავმჯდომარე, ან პოლიტიკური ფიგურა, როგორ არის თბილისის მერი, და საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს საქართველოს თუ ის არის 3 მილიონი 3.5 არა, ნახევარი თბილისია, ნახევარი და ესე იგი თბილისი ეს ჩანაწერებით, იმითი დოკუმენტალურად, მაგრამ ჩაუწერავი და ის არალეგალურად შემოსულები რამდენია ხო? ესე იგი აქ არის ეს პეტერბურგი და კიდაც მარტო ახლა ჩვენ თბილისის მერზე გავამახვილეთ ყურადღება თორე ახლა ზუგდიდის მერი და თქვა გორის მერი და სხვა ბათუმის მერი და თანამდებობის პირი არის ხო? ან ავტონომიური რესპუბლიკები რატომ არ წერია აქ მაგალითად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა გინდა აფხაზეთი და გინდა აფხაზეთის თავრობა არსებობს ხო და სამეთოსეთის არსებობს ხო ბატონო თემო რომ არსებობს ეს შიდა განხეთქილება მაგრამ თვითონ ხო არ აღიარებენ ის ობიექტის რეალურ თავრობას აფხაზეთს თუ ტერიტორიულად საქართველოს შემადგენლობაში შედის. ისიც უნდა აღიაროს. იყოს აქ უნდა ეწეროს ავტონომიური რესპუბლიკების. მაშინ თავრობის თავმჯდომარე ხო და ისიც წევრია ავტონომიის თავის პარლამენტია და ისინი რატო არ წერია ჯერერთია. აი ამაზე მინდა ეს მათი პრობლემა არის. არა მათი პრობლემა. ის პრობლემაა სწორედ რომ ესე ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს საქართველოს დიფსტეიტი. ხო მაგრამ ხო აფხაზეთს და ცხინვალს რეგიონს რა ბატონო შიგვით არ აღიარებს წერილობით მაგრამ ეს ოფიციალური დოკუმენტია ეს ხო არ არის მაგრამ ისინი რო არ აღიარებენ რომ ის ითვლება საქართველოს შემადგენლობაში ამ იმითი მიდგომით უნდა თქვა რომ აი საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე არის ასეთი და ისიც მოგვეწოდეს ბატონო. კი, უნდა იყოს ჩაწერილი, იქნება რომელიმე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. მithumetes არსებობს ეს, თავრობაც არსებობს, ამ თავრობის რომელიმე წევრი არის, თქვა ჩემ ამ ფირმასთან არის ბიზნესში. არ უნდა იცოდეთ? უნდა იცოდეთ, მაგრამ ესე იგი თქვენ ამათ, ესე იგი ცალკე სახელმწიფოდ აღიარებენ და სწორედ აი ჩვენ ამაზეც უნდა ვქონდეს საუბარი. ბატონო თემო ახლა ჩვენ გადავხედოთ იმას რომ საიდან წარმოიშვა ასეთი გლობალური მოქმედების არეალი, როგორ წარმოიშვა ან რა არის ამისი მიზეზი? რა მიზეზი ის არის რომ დღეს მიიღეს კანონმდებლობა შევიდა ძალაში
უცხოური აგენტის შესახებ. სხვა თემა. არა, სხვა თემა. ბატონო, სხვა თემა არ არის. როცა ეს ერთი სხვა თემა არ არის, იმიტომ რომ ეს კანონი შევიდა ძალაში, მე გაახსენდათ ეს. მანამდე არ ახსენდათ. ანუ ეს ყველაფერი კავშირშია. რა თქმა უნდა, კავშირში არის. ეს ჩვენ სწორედ, იმიტომ მაგალითად იმას ვკითხოთ, რომ ინგლისის საერთოს უნდა დაეფინანსებინა 5 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 9 მილიონ ფუნტ-სტერლინგზე იყო საუბარი არჩევნების წინა პერიოდში. და უცბად ეს კანონი უკვე შევიდა ძალაში, აღარ აფინანსებს. ხო, მაგაზე საუბარი, ესე იგი, ამათ აღარ იციან რა გააკეთონ და ვის საიდან შეედაო. სწორედ მივდივართ იქამდე, რომ ისინი ცდილობენ კიდევ როგორმე ვინმე გაანადგურონ, ჩაითრიონ და გამოვიდნენ და მოლოტოვის კოქტეილები ესწრონ ჩვენ პოლიციელებს და ჩვენს დამცავ ხალხს. პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი. ესე იგი, ავტონომიური არ აინტერესებდა, პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი აინტერესებდა. ესე იგი, მმართველობის ორგანოს წევრი უზენაეს სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, უმაღლესი ინსტანციისა და სხვა სასამართლოს ორგანოს წევრი. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ეს არჩევანი რომ შევიტანო მე სასამართლოში რომელ მოსამართლეს მოეწონება რომ აი თქვენ ეს ინფორმაციას ითხოვს. საქართველოს ბანკი. აი რომელი მოსამართლე აი ამას რაც გამოგზავნილია, რომელი მოსამართლე ეთქვის რომ ეს არა ბატონო, რას ქვია, იცი რა თქვენ ესე ადამიანის უფლებას არ ვღოთ, ბიზნეს ინტერესს არ ვღოთ, ბიზნეს საიდუმლოს არ ვღოთ. აი ხა ეს ჩვენ ახლა ერთი მას ვიხილავთ, ხო? ეს არის მესამე გულს ვიხილავთ, რომ დანარჩენ გულში კიდე ბევრი რაღაცა წერია. რა თქმა უნდა არის. ამიტომ რომელი მოსამართლე გაამართლებს აი ამ ბანკს. საკონსტიტუციო საქალაქო თუ რა ქვია ერთ-ერთი კანონმდებლობით აქ მოყვანილი მაგალითები ვერ გამართლდება. იმიტომ რომ ეს არის არა ბუნებრივად შემუშავებული კანონები, თუნდაც კონსტიტუციაში ბევრი ხარეზია, როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ასე ამერიკის, ინგლისის და მთელი მსოფლიოს კონსტიტუციებში არის ხარეზები. ამ ხარეზების გასწორების ნაცვლად ესენი ზეკონსტიტუციურ შეხედულებებზე მოვიან და ეს არის სუბიექტური შეხედულება. ობიექტურს არაფრით არ ითვალისწინებენ. ანუ თავის სურვილის მიხედვით უნდა მორჩილებაში ყავდეს ყველა ის, ვინც ობიექტურად არსებობს. აი ეს არის ერთი წუთით ეს არის სწორედ აი ამ deep state-ისა და საიდუმლო ორგანიზაციის არამარტო, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის შეცდომა, რომ აღიარებენ გინდა თუ არა ჩვენ მოქმედებს კაპიტალისტური შეხედულებით და კაპიტალიზმს ვიცავ. როცა კაპიტალიზმი არ არის დასაცავი და არ სოციალიზმია დასაცავი. ესენი უკვე ჩაბარდა წარსულს, ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი მომავალი როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსათვის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეუბნებით არა რაღაც მტრულს იმას წინადადებას, არამედ ვეუბნებით რეალურს, რომელსაც თუ გაითვალისწინებენ სრულებითაც აქ არ არის იმისი საფუძველი, რომ დაუშვათ გამოაგზავნონ ასეთი წერილები, რომ თუ ამას არ გააკეთებ, დაგიყადაღებ, ან გაწამებ და ასე შემდეგ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვუთხარ წერილობით მომწერეთ, რომ ოფიციალურად წერილობით მომივიდეს. თქვენ რასაც გააკეთებთ, ის წერილობით უნდა მომივიდეს, რომ ოფიციალურად და უნდა მივიღო. პოსტით გამომიგზავნო წერილობით, რასაც ჩავებარე. რასაც შემდგომ ეტაპში მე ხონდა გასაუბრება ადვოკატებთან და შემდგომ ამას გაურბიან ეს სწორედ ესენი. ანუ მე წერილობით ვითხოვე, ეს რაიონულ პოსტაზე რაც გამომიგზავნეს, რაც მივეკეს და რაც მელაპარაკეთ, თავისი ტელეფონით, რა ტელეფონიც აქვს, ამიტომ მე წერილობით მომიტანეთ. გავმივყოთ ბატონო მორსე, ესე გენერალური აუდიტის მოადგილე ძალიან საინტერესოა, ხო? სასამართლოს წევრი, ეროვნული ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, თავდაცვის სამხედრო ძალების ხელმძღვანელი, თანამდებობის პირი, სახელმწიფო წვლილი, მოკლედ ახლა აქ ჩამოთვლილეთ ყველა ფაქტიურად არის. აქ არის ესე იგი ეს წერია ძალიან წვლილი ასოებით რა მინდა მე ყველას უთხრა. აი დიდი ასოებით სხვა რაღაცები წერია და წვლილი ასოებით რომ ძალიან წვრილად წაიკითხო რა ყურადღება არ გამახვილო. რა პრობლემებზე. ხო, ეს არის ბანკის რომ თქვენ ერთ-ერთი ხრიკი, სადაც იქ არის წვლილი ასოებით რომ იწერენ ყველაფერი ჩადებული და გეუბნები. ეს არის მოხელების მექანიზმი.
ამიტომ ეხლა მივყვეთ. გთხოვთ შევასოთ ინფორმაცია თუ რომელიმე ბენეფიციარი მესაკუთრე პირი არის ან იყო პოლიტიკურად აქტიური პირი. ესე იგი რა ვინ იყო და რა იყო სხვათა შორის ჩემი წინაპრები სხვა პოლიტიკურად აქტიურები იყო, მაგრამ მამაჩემის მამა იყო საერთო მოხდებოდა, მანამდე იყო კომუნისტური პარტიის წევრი და 26 კომისართან ჰქონდა ურთიერთობა. და მე ურჩიოდა მიქოიანა ჩაუშაის 26 კომისარი დახვეწეს 27 იყო. ხო, ასე და მეორე ჩემი ბაბუა დედისხნა კიდე გადაასახლეს. გამოსვლები მოაწყო, შემოვიდა წითლები და ზავები დალეკა და თელეო გადაასახლეს. ასე რომ იქიდან დავიწყო ბაბუიდან, ხა ბაბუის ბაბუა აღარც ისეთი რა იყო ახდებოდა. ხო. მე რა თქმა უნდა აღნიშნოთ რა თუ იმი არის. ან და პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრი. ესე იგი ბატონო მოლისონა, ახლა ახლა ხდება, ესე თქვენი შურს რომ ბიზნესი და რომ საქმიანობს, არა თქვენ როგორც რომ პოლიტიკურად აქტიური წევრი აუცილებლად უნდა იყოთ აღმეთითებული. ხო, თუ ჩართული ხარ პოლიტიკურ მოღვაწეობაში, იყავით პარტიის ლიდერი, თქვენი პარტია ჰქონდათ, ნუ აიყო ამ შრომობა, თქვენი პარტია ჰქონდა, პარტიის ლიდერი იყავით, ესაც ერთ-ერთი პარტიის წევრი ხართ, აქტიური წევრი და თქვენი იდეოლოგიაზე ეს პარტია ბევრ რაღაცას აკეთებს. ხო, თავის მიმართულებით. ასე რომ თქვენს გეხებათ ეს. რა თქმა უნდა. ხო, და მე თვითონ მოქალაქეს და თვითონ პიროვნებას ეხება, ხო, ეს საკითხი. ხო, პოლიტიკურად აქტიური პირის მეუღლე, თქვენ მეუღლესაც ეხება. ხო, ან პირი, რომელთანაც პოლიტიკურად აქტიური პირის მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას და ძმა, მშობელი, შვილი, გერი და მისი შვილი, გერის მეუღლე, ან პირი შვილი და რომელთანაც შვილი გერის მუდმივად ეწევა, გერი მუდმივად ეწევა ოჯახო ესე გერები და ასე შემდეგ რა სუპერა ესე იგი თუ იმია და მე ძალიან ბევრი გერები მყავს მეთქი რა ხო ცოტა მეუღლე ყოდა ეშულები და შუბიშვა ხა ასე ვიყო ხო ძალიან შეცდახა ძალიან პრობლემებში იდგეთ და მე ეს რა სულელები გააკეთე თქვენ წარեցით ხო მე ვიყოთ ეს ნუ ასე რომ თქვენ თვითონ პიროვნებას თქვენ ოჯახსაც ეხება რომ კარგად რა თქმა უნდა მე არ ვიცი ეს რომ იქ ნაწილია გასაგებია ჩემი ვიყოთ აი აქ კიდე გრაფები არის რომ თუ ვინ გამოგჭათ რომ ჩაამატოთ მე ადგილია ფუნქციაზე დატოვებული სპეციალურად თუ ჩაამატოთ მე თუ ელი დოსიე გააგზავნო ხო საჭიროა ანდა პოლიტიკურად აქტიური პირთან უშუალო საქმიანი ურთიერთობაში ყოფი პირი, მაგალითად თქვენი მეგობარი, რომელიც სიტყვაზე არ არის, ან თქვენი ოჯახის წევრი არ ვიღაცას და ესე იგი ისიც უნდა ჩაწერო, რომ ვინ არის და რა არის და თითოეული მე უნდა ჩაწერო თქვენზე, თქვენ უნდა ჩაწეროთ ჩემზე და ასე მივაწოდოთ მრავალმხრივი ინფორმაცია მთელი საქართველო მოხდება. რა თქმა უნდა, მთელი საქართველო, მთელი საქართველო მოხდება. და მე თუ დავიწყე დაწერა, მე მგონი ეს ფურცლები კი არ მეყოფა, რა ვიცი მე. ალბათ ეს მოქვია, ოთხის ყავოსანი დაწერა. მაგრამ თქვენი და ჩემი ნაწერი ბატონო თემო არ იქნება იმათვის სასარგებლო. ვინც ეს გამოგზავნა. რადგანაც ჩვენ გვესმის ამისი ძირი საფუძველი რა არის ნაღმებივით ჩადებული, რომ ფაქტიურად ეს არის საფუძველი აი გერმანიაში შემუშავებული პროგრამის, მასონისტური პროგრამის ის არის რა საფუძველი, რომ არ უნდა არსებობდეს სახელმწიფოები დედამიწაზე, უნდა იყოს ერთი მართლობის სისტემა, ერთი ცენტრიდან უნდა იმართებოდეს ეს ხო, მათი იდეალია, რომ მოიყვანონ ხელისუფლებაში ანტიქრისტე, რომელსაც დიდი ზეიმით დასვამენ და ისე ასე შემდეგ. მაგრამ ასე სუბიექტები რო ფიქრობენ, ასე არ მიდის სინამდვილე რეალობა. ამიტომ ეს არის უაღრესად მცდარი შეცდომა და წარმოიდგინეთ თქვენ გერმანელების ერთ-ერთმა ეკონომისტმა შვაბი, როგორც ასეთი ეს იყო დიდი ეკონომი, რომელმაც შექმნა დაოსის ეკონომიკური ფორუმი, რომლის განუყოფელი და მუდმივი პრეზიდენტი არის ის და მსოფლიო ეკონომიკური საკითხები ამ იმაში განიხილება ყოველწლიურად დაოსის ფორუმზე და წარმოიდგინეთ თქვენ რა არის ამაში ჩადებული ის რომ
თქვენი ბანკები და ის კი არ მართავს ქვეყანა. ჩვენ მართავთ, იმიტომ იქ წამწვარებული, აგერ არის წამწვარებული, რომ ჩვენ უკვე დავამყარეთ მსოფლიო წესრიგი. და ამ წესრიგს თუ არ დაემორჩილებით, თქვენ მოგიწევთ ციხეში ყოფნა და წამება. რაც იწამეთ, ის იქნება სასიამოვნო მოგონება იმასთან, რაც გელოდებათ. თუ ამას აი მოსყიდვების არის საქმე, თუ ამას არ შეასრულებთ და ჩვენ წინააღმდეგობას გააგრძელებთ, თქვენ დაიღუპებით. მაგრამ თუ გინდათ გადარჩეთ, აი 15 მილიონ დოლარს გიგზავნით, როცა გინდათ, სადაც გინდა მოგიტანთ და დაგვანებეთ თავი. ანუ ასეთი იმითი ეს არის მოსყიდვის დოკუმენტი, მაგრამ მე მინდა ჩვენს ხელისუფლებას მიმართო მამული ენა სარწმუნოების სახელით და თქვენი პარტიის სახელით, ჩვენი გადაცემის სახელით, რომ ეს არის იგნორირება სახელმწიფო ხელისუფლებისა და მათთვის ეს გამოცხადებულია მათ საიდუმლო დოკუმენტში, რომ ყველა მსოფლიო დანარჩენი სახელმწიფოები ეროვნულობის გარდა გარეშე უნდა იყოს კომიტეტები, ანუ ერთი ცენტრიდან მმართველობის, ანუ მსოფლიო იმპერიის შემადგენლობაში შემავალი კომიტეტები. და მაშინ რა გამოდის, ბატონებო, ხელისუფლების წარმომადგენლები, თქვენ ვიმზადებით, ამათ ამ წერილით თორე ჩემთვის თქვენ ხართ ხელისუფალი და ყოველთვის ამოგიდგებით ხარჯი. ჩემი პარტიას ბატონი თემურის პარტია, მამული და მამული ენა სარწმუნოება. მაგრამ მოდი დავფიქრდეთ, თითოეული ჩვენთაგანი დავფიქრდეთ, თურმე ჩვენ სახელმწიფოდ არ ვთვლიან, ერად არ ვთვლიან, ამან გამოიწვია მისა მათ. აი ასეთი ზე კანონები, ზე კონსტიტუციური კანონებიდან გამომდინარე იმის უფლება, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ერთი თვის უკან მიიღო დაგენილება თუ კანონი, რომ 17 ქვეყნის, არაბული ქვეყნის 17 ქვეყნის მოსახლეობა შემოვიდეს საქართველოში უვიზოდ და დარეგისტრირდეს როგორც საქართველოს მოქალაქე. ეს არის იმ აი აქედან გამომდინარე ცდანის შედეგი. ეს ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ დღეს არის ისე არ მიდის, როგორც დიცტეის უნდა იმას და მასონისტური მოძრაობის ცალკეულ კომიტეტებს უნდა. ან თუნდაც პუტინს უნდა, ან სიძინბის უნდა, ან ტრამპს უნდა. ასე არ გამოდის ხალხი. მალადიეთ, მაგრამ ჩვენ ახლა თქვენ მოდი შემდგომ გავაგრძელოთ ეს ისა და განხილვა, იმიტომ რომ ბევრი საკითხია. მე წინა იმას აღარ ვიხილავ ახლა აქ რომ მე ამ ისკი გავალსამი მოსახლეობას. აქ არის უბრალოდ ერთი ის რომ ესე იგი აქ ყველაფერს ითხოვენ სახელი გვარი და ჩაამატეთო ესე იგი დაკავებული თანამდებობა, ვისო თანამდებობა აქვს რა ოჯახში. ხო, გასაგებია, მაგრამ თანამდებობის ყოფნის პერიოდი და ასე შემდეგ და ესე იგი სქესობრივი ურთიერთობა თუ ვინმესთან საყვარელი ვინ აკავს და ესეც უნდა ასე შემდეგ ეს აუცილებელია რომ გქონდეთ და ამიტომ შემდგომ რომ ამოვთო პასუხი აგებთ თქვენ მონაწილეზე პასუხს არავინ არ აგებს პასუხი თქვენ აგებთ თქვენ გამოგზავნილ საკუთებზე აქ ერთი რაღაცა არის პირდაპირ ვამბობ და პირდაპირ მოუწოდებ ყველა პარტიას თქვენ პარტიასაც მოუწოდეთ თუ ეროვნული პარტია არის სწორედ აი ეს საკითხი შეუძლია მომგზავდეს და გქონდეს ჭირდება თქვენი პარტიის ლიდერს ჩვენ გვაქვს მაგრამ აი სწორედ ამაშია საკითხი ესე მე ბატონო მორსონ ბევრი ამბობს რომ ჩვენ ლაპარაკობთ ამ თემაზე მე ვთხარ მე არა თქვენ პარტიაზე არ ვამბობ მე საერთოდ ვამბობ ვერა მომწერა თუ გახსოვთ მე ძალიან დიდი ხანია ვამბობდი ამ თემაზე და მე სხვათა შორის გამაშარჟეს კიდევ სვანოს შოუში რომ საქართველოს ყველა და საქართველოს რქოს მეტი და ვანოს შოუში გამაშარჟეს და მომყავს რა გრუზია ჯორჯია ასე შემდეგ და პრეზიდენტობის კანდიდატმა რამდენი ნაიც ჩვენ კანდიდატი იყო პრეზიდენტობისა გამაშარჟეს მაგრამ შემდგომ რიტომ რომ მიიღო ის საქართველოს ერქოს გრუზია ჯორჯიაო ეს ვიდეო საერთოდ გააქრეს მაგრამ ის რიცხვი და ეს ყველაფერი გვაქვს რომელიც იყო გამაშარჟეს იმიტომ რომ აქ იყვნენ მოსულები ინტერვიუ აიღეს ჩემგან და ნუ ეს მონაკვეთი ამოჭრეს და ჩავსვას ვანაშოუში კი ბატონო გამაშარჟეთ ილაპარაკეთ როგორც გინდათ და მე ბევრი მომწერა ახლა სახეცსა და გვარს არ ვიტყვი ძალიან სხვათაშორის ვიცნობდი იმასთან და ძალიან გამიკვირდა ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობთ და სალაპარაკობთ კიდევ საქართველოს ყველა ენა საქართველოს სუფრაზე თუ სადმეთი ლაპარაკი ის არის აგერ სიტყვაზე მე შემიძლია ჰორიზონტის ისტორიები ამოვიყოს 2008 წელს რაც იყო დაბეჭდილი
თორე ახლა სუფრაზე რამდენიმე ნალაპარაკები და ნათქვამი ეგ ასა დარჩას ხო ამოიგებ დაბეჭდილი დაწერილი ბატონ ავტოჯიჭარაშვილს ვეთქვი რომ კიდე მომზადდეს ჩვენთან ტელევიზიაში და ისაუბროს რომ ფაქტებით უნდა ვილაპარაკოთ ფაქტები და დოკუმენტები თორე ესე ვლაპარაკობთ ეს არ გვაინტერესებს ჩემი მოსახლეობა და ჩემი საყვარელო ხალხი და ჩემი მოკვლევრობა ფაქტებით უნდა ვილაპარაკოთ ფაქტები უნდა დავდოთ და როცა ფაქტებით ვლაპარაკობ ვერც ერთი ბანკი და ვერც ერთი ვერავინ და ვერც ერთი თაღლითი და ვერავინ ვერ დაგვიგება წინ იმიტომ რომ ჩვენ ამ ფაქტებს დავუდებთ სხვა სალაპარაკო თემას უკვე მოусვოთ ესე ვილაპარაკოთ ახლა მე და თქვენ დავუძეთ ახლა თქვა ვიღაცას ახლა და გავიდეთ ქუჩაში ცალკე ვილაპარაკოთ ეგრე ფაქტებით უნდა ვილაპარაკოთ გამოქვეყნებული მასალებით უნდა ვილაპარაკოთ რადგან სიტყვაზე იგივე გამოქვეყნებული მასალები და Facebook-ზე და სხვადასხვა საიტებზე მე შემიძლია ეს საიტები და ეს ყველაფერი ამოუწიო და დავუდო და უთხრა აი ეს სად არის იმიტომ რომ მე თუ ვიტყვები Facebook-ი ხვალ მოიტყვება ეგ მეცხრე არ მინიშნებული და სხვადასხვა საიტებიც ხოლმე იქ და ამიტომ ფაქტებით როცა ვლაპარაკოთ ფაქტებით უნდა ვილაპარაკოთ და თითოეულ პარტიას ვეუბნები მოგზავნეთ და თქვენი აზრი დააფიქსირეთ თქვენი აზრი ყველა თითოეულ პარტიის ლიდერმა დააფიქსიროს თავისი აზრი რა აზრის არიან ამ საკითხებთან დაკავშირებით. როგორ უყურებენ იმ საკითხებს, რომ დღეს საქართველოს იღუპება ეკონომიკურად. ჩვენ ციფრები არ გვაინტერესებს. რა ციფრებიც ახლა სტატია ქვეყნის ისეთი ამდენი წინსვლა გვაქვს, ამდენი უკეთესობა მოსახლეობას აინტერესებს და კონკრეტულ პიროვნებას აინტერესებს მისი კარგად ყოფნა. და ეკონომიკურად როგორ ვითარდება. ციფრები იმდენ ციფრებს დაგიწერთ და ციფრებით მანიპულირება ხდება, ციფრებით მანიპულირება არ გვაინტერესებს. ასევე ჩვენი ჩუმად რო არიან 200 პარტია რეგისტრირებული 200 პარტია ჩუმად როზე ხარ ბატონებო გამოდით მოგწამდეთ დაგიწყოთ დროს მოგწამდეთ დავდეთ და ვისაუბროთ ამ თემებთან დაკავშირებით სულ ყველა რეგისტრირებულ პარტიას გეუბნებით მე ამას რომელიც რეგისტრირებული ხართ არსებობ ნუ არარეგისტრირებულებიც ამობენ ეს მაგრამ ვინც არის რეგისტრირებული მათ ვეუბნებით მოგწამდეთ ბატონებო და ვიმსჯელოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვერავის აღარ ამოვიფარებთ ვერც ხალხს ვერ ამოვიფარებთ და ვერც ვერავის ხო ლიგი არჩევნებზე რომ მიხვალ მოსახლეობა გეტყვის რა გიკეთებია რა მითხარ ჩემი პარტია არ ყოფილა ხელისუფლებაში არც საპარლამენტში ყოფილა მაგრამ მე გეტყვით რამდენი რამ გაკეთებული ჩამოვთვალო ძალიან ერთ 15 საკითხი მაქვს ესეთი რაც ხელისუფლება მიიღო და მადლობაც გადავიხადო რომ აკალი საკითხები მოგაწოდეო რომ ამ საკითხები არა ვარ ხელისუფლებაში მაგრამ ეს საკითხი არის ეს სამშობლო ამ საკითხის რეცეპტი არის ეს გამოსავალი არის ეს აი სწორედ და თქვენო პარტიებმაც წარმოადგენთ ბატონებო და ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე აგერ გეუბნებით აი ეს საკითხი არის სამშობლო და გეუბნებით ყველა თითოეულ პარტიის ლიდერს მოგზავნით და ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით და მე არ ვთქვათ ვიცი ჩვენ ამას ვამბობდით სად ამბობდით და როგორ ამბობდით მაშინ ისიც ამოვიღო და ვთქვათ აი ამ დღეს აი ამ ადგილზე ამ ტელევიზიაზე თუ ამ გაზეთით ჩვენ ეს ვთქვით აი ეს არის ფაქტები და აი ფაქტები თუ არ ვსაუბრობთ ბატონო მორისო თქვენ ეს სასამართლო პროცესი ქონდა და ეს პროცესი ფაქტები როცა აღდგენ ხომ ის პროცესი აი ეს არის პროცესი სწორედ პროცესია საქართველოს გადარჩენის ეკონომიკური გადარჩენის და ეს პროცესი სწორედ იწყება აი ამ ტელევიზიაში დაიწყო ეს პროცესი ამ პროცესს შემოგვერდება ძალიან ბევრი შემოგვერდა ძალიან ბევრი ეროვნული მოძრაობიდან შემოგვერდა ძალიან ბევრი ისეთი ხალხი შემოგვერდა რომელმაც კონკრეტულად უკვე სურვილები გამოთქვეს რომ ჩვენს მოვართ და დავდგებით და სწორედ ელაპარაკებენ სწორედ იმ თემაზე რა თემაზეც არის სალაპარაკო თორე ესე მოდი რა მოვალ ახლა მეთქე მომეც კაი ბიჭი ვარ არ მომწონს ხო პრობლემები კიდე დებამიშვილები თხუპები ვიყავი ყველა ერთად და მარტო ეს პროგრამები და მე ეს პროგრამა წარმოვიდგენ პროგრამა კი არა რეალურად ეს ამბობთ რა აკეთეთ თორე ამ არჩევნებზე საპარლამენტო არჩევნები რო იყო არც ერთ პარტია პროგრამა არ წარმოადგინა არც არჩევნო კამპანია ჩაუტარებია ქართული ოცნება კონსერვატიულ თვალყარად გავდივდი რაღაცას თქო დამარჩენს 4 პარტია რომლებიც გახდა საპარლამენტო პარტია მოსახლეობასთან შეხვედრებიც კი არ აქვს აქ იმუშავა ფულმა და სწორედ აი ჩვენ და ჩემ პარტია შეუძლია რომ მივიდეს მოსახლეობასთან თქვას აი ბატონო ამოგიგებთ და დაგიგებთ ფაქტებს რა მიკეთებია 32 წლის განმავლობაში და რას ვაკეთებ დღეს და რა წინადადებით შევიდროთ კიდე ხელისუფლებაში და რა წინადადებას ვეთხოვ აი ეს არის ფაქტები და მოდი ასე ფაქტებით ვილაპარაკოთ
და მე გთხოვთ რომ თქვენს გამოდით და თქვით ჩემ ტელევიზიაში თქვით თუ სხვა ტელევიზიაში თავარია თქვით და დააფიქსირეთ თქვენი აზრი მე უბრალოდ იმას გეუბნებთ რომ ჩემი ტელევიზია და გამოყავს დროს რომ თქვენი აზრი დააფიქსირეთ თორემ რომელ ტელევიზიაში ზიგნათ იკათვით თავარი ფაქტი და რომ ამ ტელევიზიაში ამ რიცხვში მე მქონდა საუბარი ამ თემაზე და ეს თემა არის საჭირო და აქტუალური თორემ მე ამას იყო რამოდენიმე მოსული და მეთქვა ეს აი პარტიას შეხვდეთ რა იმ პარტიას თქვენ ურთიერთობა მოგზავნა ბატონო თუ ურთიერთობა გინდა მოგზავნა რაზე ურთიერთობოთ რომ არჩევნებში ხმა მოხდა და გულზე დაგიდეს ჩემი პარტია და მე გაგახსენდებათ რომ იცი რა მე ურთიერთობა დავამყავ არა ბატონო სადამ არჩევნები მოვიდა მანამდე ქონოდა ურთიერთობა და მანამდე იყო მოდი გავიზოთ ერთმანეთს და რა სად არის შეხების წერტილი დღეს იმიტომ მეძახია რომ მივიდე და მხარდაჭერა გამოუცხადო ეს უკვე აბსურდია და თუ იმას გინდათ ჩემი კაცნობა და ჩემთან ურთიერთობა მოგწამდეთ ახლა კაბინეტიც ახლა მაქვს ოფისის ტელევიზიაც ახლა და ვიმჟელოთ პირდაპირ ეთერით ვიმჟელოთ და ველაპარაკოთ სწორედ საჭიროებო საკითხებზე როგორ დავიწყოთ სწორედ გადარჩენა დღეს არჩევნები არ წვეთავს გადარჩენა თუ ხელისუფლებას ჩვენ ყველა ვეთქვით ყველა პარტია ვეთქვით რომ მიიღეთ და იარსებოს სახელმწიფო ბანკმა ხელისუფლება მიიღეთ და ჩვენ არ ვუმნებთ ხელისუფლებას წამი იყავით ბატონებო მიიღეთ ხალხისთვის სასწრაფო საქმე და გადაწყვეტეთ ამიტომ ჩვენ ესე თქვილი ლაპარაკით მე ვიღაცა რაღაცა სიტყვის რომ ჩვენ ამოვამოვით რომ საქართველოს იყოს აღარ ვანუშო რუსთავიურზე გადიოდა მაშინ და ამოვიღეთ და უყურეთ ჩემ გადაცემას რას ვამბობდი ნუ კიდევ ის თემა კიდევ მეჭადებული მაქვს ნუ საქართველოს ყველა ენაზე უნდა ერქვა საქართველო და მე ამას ვეუბნები კიდევაც ხელისუფლებას გადაწყვეტეთ ეს საკითხი გადაწყვეტეთ საქართველო თქვით რომ ყველა უნდა დაუძახოთ საქართველო და არა გრუზია ჯორჯია და ასე შემდეგ და გურჯისგან და რაღაცა უბედურობები საქართველო უნდა ერქვა ეს ბიზნესისთვისაც კაია ტურიზმისთვისაც კაია და ყველაფერისთვის შემოვდივართ წინადადებით ვიცი რომ მისმენთ ძალიან კარგად და ძალიან კარგად აანალიზებთ რასაც ვამბობ გააკეთეთ ხალხში დაგიგებით არ დაგიგებთ და სხვასაც ვეთქვით დაუგეთ აი საქმე გააკეთეთ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და გააკეთეთ ახლა ეს საკითხი მოაგვარეთ და ყველას მოგიწოდეთ უყურეთ გადააზიარეთ და უთხარით ეს თქვენ თითოეულ პიროვნებას შეეხება და თითოეულ პიროვნებაზე იქნება სწორედ ეს ყველაფერი აქცენტი გაკეთებული და არა რომელიმე ბიზნესმენზე ბიზნესმენებს დაიწყებენ ახლა ნელ-ნელა ეტაპობრივად ყველასთან და შემდგომ პიროვნებებზე დაიწყებენ შემდგომ გადავლენ ელექტრონულ ფულზე რასაც ჭიქას ვერ გაყიდეთ სახლიდან და მაგიდას და სკამს და ყველაფერს დაგიქმნიან თითოეულ ცენტს და იმის გადასახადსაც ეთქვენ გადაიხადება ამიტომ გამოდია ხმა მოიგეთ მე კიდე მოგიწოდეთ პენსიონერებს დასაქმებულებს ვინც ხელფასიღებ გამოვიტანეთ ბანკიდან ფული პარლამენტით მოიყიდეთ და ნუ აზრობთ ბანკებს თქვენი კონტროლის უფლებას მარტო ბანკები კი არ გაკონტროლებენ უცხოელები გაკონტროლებენ იმიტომ არც ერთი არ არის დღეს ამდენი ბანკი არსებობს 30 ბანკი არსებობს და ყველა არის არაქართული ბანკი სათა ოფისები აქვს სხვაგან და ამიტომ ნუ აზრობთ უცხოელებს თქვენი კონტროლის უფლებას უცხოელებს მოაზროთ, გამოვიტანეთ ეს თანხა და კეშად გადაიხადეთ, ნახტი ფულით გადაიხადეთ. და ბოლო-ბოლო ისე ნუ გახდებით, რომ ბიზნესმენებს მეუთხარი, არის ეს გამოსავალი ჯერ არ ვამბობ. რაც ნამდვილად ძალიან ცუდად დაუტყევებად ბანკებს და ხელისუფლება იძულებული გახდება, რომ იფიქროს ამ საკითხებზე. ჯერჯერობით ამას ვიტოვებ ჩემთვის და იმედია გაამახვილებს ხელისუფლება ყურადღებას. ხო, ბატონო თემო, მოდი ახლა ჩვენ უკვე საერთო დრო ცოტა გადაგვიძა მე მგონი თუ კი ბატონო გადავიდა ეს თემები აუცილებელია ამ თემებზე ჩვენ კიდევ და კიდევ გავაგრძელებთ დღეს ჩვენ ძირითადად ორი დოკუმენტი გაგაცანეთ და შეჯერებულ ფორმაში და ჩვენ ამას მერე რატო არის ეს დოკუმენტი რა მისა რა რეალურმა გარემოებამ მისცა საშუალება იმ მასონისტურ ორგანიზაციას, რომელიც ფულის შოვნის მექანიზმი აქვს ხელში ჩაგდებული და სწორედ ბანკებით უნდათ ახლა მთელი მსოფლიო აკონტროლონ და თავიანთი ჩამფლავებული პროგრამა, რომ 2000 წელს დაესვათ იერუსალიმში ანტიქრისტე ვერ განახორციელეს და ვერც განახორციელებენ, მაგრამ
ამითი ასეთი ხალხებით ჩვენ გვემუქრებიან. ასე რომ დავფიქრდეთ ამაზე, ვიმჯეროთ იმაზე, რომ რამ შეუწყო ხელი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ მისი დოკუმენტების ავტორები მიემართებიან დაღუპვისაკენ და ჩვენ უბრალოდ არ გვინდა ვინმე მტერი ჩვენ არა ვარ და ვინმე ზამთრული მტრა, უბრალოდ ეს არის ცდარინამიჯი, რომელიც უფსკულისაკენ მიემართება. ამიტომ ერთადერთი ისიც ვისაც ეს ეხება და ვინც აკონტროლებს დაუშვათ ჩვენ გამოსვლასაც, კეთილი იქნებოდა მომზადდეს აქ. ჩვენ გავცემთ ლასოს რატო არა? ჩვენ ღია ვართ ყველანაირი მაშინ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქრისტე მსახურები, რომელიც ამბობს შეიყვარე ისე როგორც შეიყვარე მტერი, ისე როგორც შენი თავი გიყვარს. ჩვენ ამაში ვერაფერს ვერ ვხედავთ, სულ პირიქით კარგი მოწოდება და იმისთვის რომ არავინ არ დაეღუპოს დედამიწაზე და ადამიანთა ხოცვა-ჟლეტა არ იყოს. აი თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში და სხვა ადგილებში, ამიტომ ჩვენ გვინდა რომ სწორი გზით წარმართო ცხოვრება და ამ ცხოვრების საფუძველზე მშვიდობას დამყარდება დედამიწაზე და ეკონომიკური აღმავლობა გვექნება და თავისუფალი ურთიერთ თანამშრომლობის საფუძველი გვექნება შექმნილი. ასე რომ ჩვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული და ხაზგასმით ვამბობ, ქართველ ერზეა დამოკიდებული, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს და რა მიმართულებით წავა. ამიტომ ამაში ჩვენ შემოვდივართ დისკუსიაში როგორც ხელისუფლებასთან, ასევე სხვა პარტიებთან, ბატონო თემურ და ვიმჯეროთ ამაზე, რომელია სწორი გზა კაპიტალიზმი